იძახიან რომ ვითომ ჩაწყობილი იყო ჩვენი თამაში თუ არ ვიცი ეს გავიგე მე 15 წლის მერე თან გუნდი სტროიტელის გუნდი არ თამაშობდა საერთოდ არადა ჩვენ ქულა გჭირდებოდა არავინ არ თამაშობდა ქულა გჭირდებოდა ткаченкოს გარდა მოსაშვილი მეუნება ყოლეო არ მინდა შენ 30 ქულა და 40 ქულა არ მინდა შენ ჩაგდებო მარტო ткаченკო გააგდა აღგაც სასწაული მოხდა მეთქი როგორ ქულები არ უნდათ თამაში ესე იგი არ უნდა შემოხდე ოღონდ ткаченკოს გააგდა და მეტი ნუ ვერაფერი ვერ თქვი ახლა მოსაშვილს როგორ ვეთქვი ახლა მოთამაში რატო და ეგეთ შეკითხვები დავიწყე თამაში და გავიხედე სინამდვილეშიც მოხდა ეს ткаченკო თამაშობს აგდებს ბურთებს თან წარმოიდგინე 2.25 სიმაღლე ისეთი ბრასოკი აქვს მაგ სრულ კიდე დუგასაკეთებდა კიდე ბურთი ეს ზეით მიდიოდა სპორტის სასახლის ჭერს კიდე ურტყავდა წარმოიდგინე რა თუნდოდა ნუ ესეთი ის ხდა სრულ დაფარვა ხო მაგისი არ არსებობდა რა თან კიდე რა იცით მე ესეთი პოზიცია მქონდა ახლა მე რა ткаченკოსთან მე ვიყავი 2.6 სიმაღლე პატარა ავხელა და ткаченკო 2 წარმოიდგინე მე რო ვიდექი როგორც მე და შენ ახლა ტრუსიკი ცხვირთან მქონდა მისი ტრუსიკი ესე ვიჭერდი წარმოიდგინე ხო და მე საერთოდ მეთქი როგორ გავაგდო ნუ კაცანიაზე ფოლ ნაპადი იმაში რაღაც და ნუ რაღაცა წავიქცა ქუთაის ხო იცი წავისია რაღაც და არ მოდის კონტაქტზე კაცანია კონტაქტზე არ მოდის თან ფარისხეში კი არ მოდის რომ წავიცე დაოდგე იმაში ნაპადინიაში ხო იცი როგორც ის არის ტერმინი გადის საჯარიმოს და იდან აგდებს ბურთებს არ მოდ პირიქით გადი ნუ ვერ მასაშვილი მიყვირე ყოლა გააგდე ნუ პირველი ტაიმი დამთავრდა 2 პერსონალური ძლის ავკიდე რა რაღაც და და გასახდა შემოვდება კიდე ერთხელ ყოლა მეთქი რა ხდება ლევან ამიხსენით რა კი თამაშობ ткаченკო მაგარ ფორმაში იყო იმიტომ რომ ოლიმპიადა მოდიოდა 80 წელი და ეგეთი მომენტია ძალიან კაი ფორმაში იყო ნუ მოკლედ მეორე ტაიმი რა ვიცი რა უყო ткаченკო ხო და დაცვაში ხოდგევა ткаченკო ზურგით არის და საჯი დარბის იქეთ მარჯვ და მინდა ერთხაზე რო ვიყოთ საჯი ткаченკო და მე ткаченკო როგორც სენდვიჩი შუაშია საჯის და ჩემ შორის ткаченკო არის ზურგით там საჯი რო დადგა შუაში ეს ხაზზე ეს პორტულენით ვაფარ და ამ დროს გვიყურებს ткаченკოსაც გვიყურებს და მეც ხო მივხვდი ткаченკო ზურგით არის დავიჭირე ეს მომენტი რომ უბწკიდა ტრაქზე თან ისე მოუწკინა მე მგონი ძალიან მაგრამ მოუჭირე რა ამ სიმწრე აი ამ ნერვიულობისგან და ткаченკოს არელოდა რომ ესეთი რაღაცა გააკეთებდა თან მე ხო ესეთი სუფთად მიყვარს ინტელიგენტი არა ბენზური და რაღაც და არა რომ მოტრიალდა და აი ეს ხელი რომ დამიქნია ინსტინქტურად განაძალი კი არ დამარტყა აი ესე მოიქნია მოხდა ყბაში და ეგ ჭირდებოდა მე ერთი სალტოს მაგივრად მოკეთე 3 სალტო რომ დაუტრიალდი და ვაი და როწავე და საჯი ხო გვიყურებდა მანამდე ხო გვიყურებდა ეგ მომენტი და დაინახა ткаченკო რომ დაუსტვინა ინსტინქტურად დაუსტვინა 10,000 ვაგორ მიყვირის 1-2 წამი გაშიშებული იყო საჯი არ იცოდა ვის უნდა დაესწრონა იცოდა დეროგინეს რაღაცა იმაიმუნა რაღაცა არის დაინახა ткаченკო დაინახა ткаченკო არ უყვარს ეგეთი რაღაცები და რა ვქნა ახლა მარტო დეროგინს რომ იცი ჯარიმა და გავაგდო ткаченკო რო დავჭეს სპორტის სასწავლებლიდან ცოცხალი არ გამიშვებენ გულში ხო და ერთადერთი რაც იმას გააკეთა ხელები ესე აწია კრესტი გააკეთა კრესტი ნიშნავს რომ ორივე გაგვაგდეს მოედნიდან და მოვიგეთ ეს თამაში აი მომენტი იყო ყველას უყვები ხანდახან იჩხუბიათ ისე თამაშის მიმდინარეობის არ მიჩხუბია არა ჩხუბი როგორ არ ვიცი ახლა ჩხუბია ახლა მაგრამ თამაშის დროს მე
ნუ ესეთი წაკიკლაობა და გინება და რუსულ რაღაცა და იგი იყო. და ткаченкоზე გავაგზავნე მაშინ რადგან გავიხსენათ ჩხუბი და რა ткаченкოსთან ხომ მომივიდა წაკიკლაო და ჩხუბი არ ვიცი როგორ დავარქვა ხო? თამაში დამთავრდა, მე დაველოდე გარეთ სპორტის სასახლის უკან გამოსასვლელი რო არის სპორტსმენების სადაც გამო. მოვკიდეთ პადროჩკით ერთმანეთს ხელი და წავედი აჭარამდე მივიყვანე. დავიწყდა იმ წამზე და აი მე რისი თქვა მინდა იცით, აი მან სპორტული აზარტი რა არის, იცი, შედიხარ აზარტში, შეიძლება იკაკლაო. ხო. შეიძლება ხელიც დაარღე, შეიძლება უწყინო, მაგრამ ჩვენთან არ მოდის ეგეთი რაღაც. მე ნამდვილად ჩემ პრაქტიკაში არ იყო ეგეთი რაღაცა. თამაშთან ერთად სრულდება გაუგებრობა. თამაშზე, მოედანზე ყველაფერი რჩება, ყველაფერი ეს ბინძური რაღაც. ნუ ბინძური რა არაფერი ესეთი რაღაც. ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ გუნდს შენ გინდა რომ მოუგო. უნდა მოუშალო ნერვები, უნდა მოუშალო შეიძლება რაღაცა, მაგრამ თამაშის მერე ყველაფერი გვავიზრდება ჩვენ მეგობრები გვჭირდება.